მოგესალმებით მეგობრებო, ნერუ არის დღეს თქვენთან ერთად დავბრუნდი ისევ Mobile Legends-ის მორიგი ეპიზოდით. დღევანდელ ეპიზოდში არ იქნება Mobile Legends-ის თამაში უშუალოდ, არამედ ვაპირებ რომ განვიხილო რაღაცეები, როგორც ხედავთ, საკმაოდ ბევრი ფული მაქვს დაგროვილი. ამიტომ ვაპირებ რომ რაღაც გმირები ვიყიდო, ასევე 6 თვე რაც ამ ჩესტებს ვაგროვებ და ვაპირებ რომ ეს ყველაფერი გავხსნა ამ ვიდეოში და ასევე მინდა რომ გაჩვენოთ და აგიხსნათ ყველა ჩემთვის ნაცნობი მეთოდი, თუ როგორ შეიძლება ავიღოთ სკინები უფასოდ. მოდი დავიწყოთ პირველი სკივრების გახსნით. ეს ვიდეო მოსაწყენი რომ არ გახდეს, მოდი რაღაც მონაკვეთებს ავაჩქარებ, სადაც არც სკინს არ ვაგდებ და არც გმირს. ხოლო სადაც ეგ ყველაფერი მოხდება, რა თქმა უნდა შევანელებ და უფრო კარგად გაჩვენებთ მოხდენას. პირველი დავაგდეთ როგორც ხედავთ ესმერალდა სკინი. მეორე დავაგდეთ ატლასის სკინი. არ შემიძლია არ აღვნიშნოთ უწინა ვიდეომ რამხელა გამოხმაურება ჰპოვა 1600 ნახვაზე არის უკვე და თითქმის 100 ლაიქი აქვს, რაც საკმაოდ მახარებს და საკმაოდ დიდ мотиваციას მაძლევს მე, რადგანაც ცოტა არ იყოს мотивაცია მეკარგებოდა სიმართლე რომ თქვა, რადგანაც ბევრ ნახვებს ახამდე ვიდეოები არ აგროვებდა და უკვე ფიქრობდი კიდეც რაღაც მხრივ რომ თავი დამენებებინა, მაგრამ ამ ვიდეომ იმხელა ნახვა დადო და იმდენად მოეწონა ხალხს რომ რაღაც მხრივ მინდა რომ რაღაც მსგავსი ტიპის ვიდეოები გავაკეთო, მაგრამ ცოტა არ იყოს ეგეთი ვიდეოების გაკეთება, ასე თუ ისე რთული არის, ამიტომაც არ ვიცი რას გავაკეთებ მომავალში, მაგრამ ყველანაირად ვეცდები რომ რაღაც საინტერესო შემოგთავაზოთ. თქვენ კიდევ თუ მოგწონთ ეს ვიდეოები და რასაც ხედავთ ამ არხზე, აუცილებლად გამოიწერეთ არხი და დაალაიქეთ ვიდეოები, რადგანაც ეგ არის ჩემი მთავარი мотиваციის წყარო, რის შემდეგაც რა თქმა უნდა მე ისევ ვაგრძელებ ვიდეოების გაკეთებას. ამასობაში კიდევ Saber-ის სკინს გავაგდეთ როგორც ხედავთ. დარწმუნებული ვარ ბევრს გსურთ ისეთი ვიდეოების ნახვა, სადაც განვიხილავ ისეთ გმირებს, რომლებიც თამაშიც ასე თუ ისე რთული არის და რთული და სამუღამებელია, რომ მაღალ დონეზე ისწავლო. ეგეთები არის დაუშვათ Fanny, Saber-ი, შუაში სკინი რო დავაგდე, მაგიტო გამახსენდა Hayabusa და ასე შემდეგ. ნუ ეგეთი გმირები ნამდვილად არ ვიცი და არ მაქვს გამოცდილება ესეთი გმირებით თამაშით. მე პირადად ძალიან მსურს რომ გავაკეთო ისეთი ვიდეოები, სადაც ვითამაშებ გამომწერებთან ერთად და აი ესეთი გმირებით, რომლებიც ეხა ვახსენებ და რა თქმა უნდა ისეთი გმირებით, რომლებიც თამაშიც მე არ ვიცი, ფიზიკურად ვერ გავაკეთებ მათზე ვიდეოებს, რადგანაც კომპეტენტური არ ვარ, ასე რომ ვთქვათ, მინდა რომ გამომწერებთან ერთად ვითამაშო, მათ ამიხსნან ეს გმირები, რის შემდეგაც რა თქმა უნდა თქვენც გეცოდინებათ ამ გმირების შესახებ უფრო მეტი რამ, დარწმუნებული ვარ რომ ჩემზე კარგად თქვენ იცით ბევრ გმირზე რაღაცეები, ამიტომაც ჩემი აზრით ესე უფრო საინტერესო გამოვა და ასევე რა თქმა უნდა ამ ყველაფრით მეც იმას შევძლებ რომ შემდეგში მეცოდინება ამ გმირებს როგორ გავუმკლავდე უფრო მარტივად და ასევე რა თქმა უნდა თუ თამაშის სურვილი გამიჩნდება და დამუღამების უფრო მარტივად ვისწავლე. როგორც ხედავთ ამასობაში მივედით ისეთ სკივრებზე, სადაც ტრეილ კარდებს მაძლევს, ანუ ეს სკინები არის რამოდენიმე დღით და არა სამუდამოდ, ამიტომაც ვაკვირდები რომელი უფრო დიდი ხნით არის ან რომელი უფრო მომწონს ამ შემთხვევაში, ან შეიძლება რომელიმე ერთ-ერთი მაინც იყოს ისეთი, რომელიც სამუდამოდ იქნება, ამიტომ რა თქმა უნდა მირჩევნია სამუდამო სკინი ვიდრე ტრეილ კარდი ამ შემთხვევაში და მაგ ყველაფერს ვამოწმებ. ამ სკივრების გახსნით საბოლოო ჯამში 4000 ფული მივიღე, ასევე მივიღე 4 სკინი, ესმერალდა, ატლასი, Saber-ი და ასევე Hylos-ი და ასევე ვექსანა გმირი დავაგდე, ასევე შეგვიძლია რომ აი ესეთი რაღაცა გავაკეთოთ, როდესაც ბევრ სკინებს ხსნით და ვიღებთ გმირებს და სკინებს, ასე რომ ვთქვათ, შეგვიძლია რომ აი აქ შევიდეთ, ნუ ამ შემთხვევაში არასწორად ილე შევედი, ხო, ნუ შეგვიძლია რომ გავყიდოთ ისეთი სკინები, რომლებიც უკვე დავაგდეთ, ანუ თუ გქონდა ამ სკინების ტრეილ კარდები და ჩვენ ეს ტრეილ კარდები აღარ გვჭირდება, რა თქმა უნდა, რადგანაც უკვე სკინი გვაქვს, შეგვიძლია რომ ეს ყველაფერი გავყიდოთ აი აქედან და როგორც ხედავთ დამატებით 1364 ფული ავიღე კიდევ. კარგი case opening-ი ამით მორჩა, ეხლა კიდევ მოდი ვიყიდოთ გმირები, რომლებსაც ვთვლი რომ ასე თუ ისე მინდა რომ გამოვცადო და ვითამაშო. პირველ რიგში ვიყიდი პედანგს, რადგანაც ამ ბოლო დროს, როდესაც მოწინააღმდეგე გუნდში მხვდება, ყოველთვის კარგად თამაშობენ და ყოველთვის გამძლე გმირი არის რო ვაგვირდები. ბოლო გაძლიერების შემდეგ საკმაოდ კარგი გახდა ეს გმირი, ამიტომაც რატომაც არა მინდა რომ გამოვცადო. ასევე მინდა რომ ვიყიდო რუბი, რადგანაც უმეტესად ფაითერებიდან მომწონს ისეთი გმირები, რომლებიც გამძლეები არიან და ტიმფაითის წამოწყების არ ეშინიან. ნუ რა თქმა უნდა, დემეიჯსაც უნდა აყენებდნენ ნორმალურ, სუსტად ამავე მიზეზით ვაპირებ რომ ვიყიდოთ ერიზლაც.
ასევე მინდა რომ ვიყიდო ბელერიკი, რადგანაც ამ გმირით არანაირი გამოცდილება არ მაქვს, მაგრამ ვიცი რომ საკმაოდ კარგი გმირი არის. ამიტომ მინდა რომ ვისწავლო ეს გმირი და დავამუღამო. ასევე მინდა რომ ვიყიდო სესილიონი, რადგანაც მიდლეინი ის ლეინი არის, რომელზედაც ფაქტიურად არ თამაშობ ხოლმე, რადგანაც თითქმის არც ერთი გმირი არ ვიცი ამ ლაინზე და ჩემი აზრით ყველაზე კომფორტული ჩემთვის სათამაშოდ იქნება სესილიონი. ამასობაში ფულიც გამოგველია, დაწერეთ მომავალში რა გმირი ვიყიდო, როდესაც ფული დაგროვდება ისევ. ეხლა კიდევ დრო არის რომ ავხსნა ყველა ის მეთოდი, რა მეთოდითაც ვიცი რომ შესაძლებელი არის სკინის უფასოდ შოვნა. მოდი პირველ რიგში განვიხილოთ ფრაგმენტების მეთოდი, როდესაც შოპში შევალთ, შეგვიძლია ფრაგმენტებში გადავიდეთ და აქ როგორც ხედავთ გვაქვს 3 ფრაგმენტი, ეს არის პირველი ფრაგმენტი, რომელთაც ეხა ვიყიდი სკინს, ასევე არის მეორე განყოფილება, სადაც იგივენაირად შეგვიძლია სკინების ყიდვა და არის მესამე განყოფილება, სადაც შეგვიძლია გმირების ყიდვა ამ ფრაგმენტებით, რაც ასევე რა თქმა უნდა საკმაოდ გამომდგარი მეთოდი არის და საკმაოდ კარგი მეთოდი არის, როდესაც ეს ფრაგმენტები დაგროვდება, შეგვიძლია ნებისმიერი გმირი ვიყიდოთ. აქ რომ მანამდე შემომეხედა, სავარაუდოდ ვიყიდით ტერიზლას, რადგანაც ისედაც ვიყიდე და ჯობდა რომ ფრაგმენტებით მეყიდა, ფულით სხვა გმირს ვიყიდდი, მაგრამ როგორც ხედავთ, ტერიზლა უკვე ნაყიდი მაქვს, ამიტომაც გადავწყვიტე რომ მატილდა მეყიდა. მირებს ამ შემთხვევაში ვარჩევ იმის მიხედვით თუ მოწინააღმდეგე გუნდში რამდენად მიშლიან ხოლმე ნერვებს, როდესაც მოწინააღმდეგე გუნდში არიან და არა იმის მიხედვით თუ მე რამდენად კარგად ვთამაშობ, რადგანაც არც ერთი გმირი აქედან თამაში ასე ვთქვათ არ არის. მეორე მეთოდი არის ლაკი სპინის მეთოდი, შოპში გადავალთ, შემდეგ დრაუში და შემდეგ ლაკი სპინში. აქ აი ამ ტიკეტების გამოყენებით შეგვიძლია რომ აი ეს რაღაცა დავატრიალოთ და ყოველკვირეულად იცვლება სკინები, ის თუ რა სკინს დააგდებს. ამ კვირაში როგორც ხედავთ არის ავრორა სკინი და არ გამიმართლა, არ დააგდო, მაგრამ წინა კვირაში იყო კიმის სკინი, რომელ დღესაც დატრიალების დროს გამიმართლა და ეს გმირი დამიგდო. თუ ამ მომენტამდე უყურებ ვიდეოს და თვლი რომ ეს ყველა მეთოდი ვიცოდიო, ისედაცო, დარწმუნებული ვარ ამ ვიდეოში გაჩვენებ რაღაცა ისეთ მეთოდს ერთს მაინც, რომელიც არ გეცოდინებოდა, ამიტომაც ბოლომდე უყურე ამ ვიდეოს რომ არ გამოგეპაროს. ასევე ლაკი სპინზე აუცილებლად აღსანიშნავი ფაქტია ისიც, რომ აქ არა მარტო სკინები, ასევე გმირებიც ამოდის, როგორც ხედავთ, ამ შემთხვევაში ფლორინი არის. როგორც ხედავთ, საკმაოდ ბევრი ტიკეტები დავახარჯე, რომ დამეგდო, მაგრამ არ დააგდო, მაგრამ მთავარი მიზეზი, რატომაც ამ ფლორინის ლაკი სპინს ვატრიალებდი, იყო არა თვითონ ფლორინი, არამედ ეს ჯემ კრისტალები, რომელსაც მიგდებს ხოლმე ფრაგმენტები ეგრეთ წოდებული. ამას როდესაც 40 ავაგროვებთ, შეგვიძლია რომ აი აქ შევიდეთ შოპში, აი როგორც ხედავთ, უკვე 40 გვაქვს. და შოპიდან შეგვიძლია შემდეგ აი ამ სკინებიდან ერთ-ერთი ვიყიდოთ. ამ შემთხვევაში, რადგანაც გროგი ახალი გამოსული იყო, გადავწყვიტე რომ გროგი მეყიდა, რადგანაც ეს სკინი არ მქონია წინა აკაუნტზე, წინა აკაუნტი დავკარგე სამწუხაროდ, ვეღარ დავიბრუნე. ამიტომაც ვარ ზუსტად ამ ახალ აკაუნტზე, სადაც არც გმირები მყავს და აღარც სკინები მაქვს. მოდი რადგანაც შოპში ვტრიალობთ, ყველა მეთოდი მოვიცილოთ. აქ preparation-ში, როდესაც გადავალთ შოპში და შემდეგ აი ამ power crystal-ში, ეს ყველაფერი არ ეხება სკინებს, მაგრამ exchange-ს თუ დავაწვევით, ფულის ან აი ამ ფრაგმენტების ან აი ამ დასტის მეშვეობით, რომელიც რა თქმა უნდა ემბლემების გაძლიერებაში გვეხმარება და თუ ემბლემები ბოლომდე გვაქვს, რა თქმა უნდა ვერაფერში ვერ ვიყენებთ. შეგვიძლია აი აქ დავხარჯოთ ხოლმე, გადავწვლით აი ამ კრისტალებში, რის შემდეგაც შეგვიძლია ან აი ეს ჩარჩოები ვიყიდოთ, ან აი ეს ტრეილ კარდები 7 დღიანი, ან თუნდაც აი ეს ემოცია, რომელიც სამუდამო არის ასევე ეს ჩარჩოებიც. ასევე შეგვიძლია აი ეს ვიყიდოთ, რომელიც გვეხმარება იმაში, რომ როდესაც ბრაულს ვითამაშებთ, გმირების გადაცვლა შეგვიძლია კამათლის მეშვეობით. ასევე ეს ტრეილ კარდი არის და ეს არის რა სულ. ასევე უნდა ვიცოდეთ, რომ MCL-ს ახალს აქვს აი ესეთი შოპის ფუნქცია, რომელშიც შესვლის შემდეგ, რა თქმა უნდა, გადავდივართ ესეთ გვერდზე, სადაც ნაირ-ნაირი რაღაცები არის, ასევე არის ურანუსის სკინი და საკმაოდ ბევრი რაღაცა არის, თქვენი შეგიძლიათ ნახოთ. როდესაც ვთამაშობთ, აი ეს რაღაც კრისტალები გროვდება და შემდეგ ყიდვა შეგვიძლია. მე რა თქმა უნდა ვერაფერს ვერ ვიყიდი, რადგანაც მხოლოდ ერთხელ მაქვს ნათამაშები და ბოლომდე დანახული. ასევე თამაში გვაქვს mentorship-ი, როდესაც აი იმ ორ კაცს დავაწვევით, საიდანაც მეგობრების და იმ რაღაცების ნახვა შეგვიძლია, გადავალთ აი mentor info-ში, სადაც შეგვიძლია რომ ავიყვანოთ სტუდენტები, ან ჩვენ გავხდეთ ვინმე სტუდენტი, თუ სტუდენტს ავიყვანოთ. შეგვიძლია რომ რაღაცა მისიები შევასრულოთ ერთად თამაშის შემდეგ. ის შემდეგაც აი ეს სკინი, ჰილასი, ასევე ჩარჩო და 3500 დასტი შეგვიძლია ავიღოთ, მაგრამ საკმაოდ რთული ასაღები არის, რადგანაც დიდი დრო ჭირდება. ასევე თამაში გვაქვს Starlight-ი, რომელშიც თუ შევალთ, შეგვიძლია რომ შევასრულოთ ყოველდღიური მისიები. ამ ყოველდღიური მისიებით, რა თქმა უნდა, ვიღებთ რაღაცა რევარდებს, რაღაცა საჩუქრებს. რომელსაც როგორც ხედავთ, აი აქ არის განლაგებული, ხოლო როდესაც ბოლოში მივაღწევთ, აი ეს ჩესტი დაგვხვდება, აი ამ ჩესტში გვაქვს რამოდენიმე გმირი, რომლების აღება შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ. როდესაც ყველა გმირს ავიღებთ, რა თქმა უნდა, გმირები აღარ გვჭირდება, ამიტომაც შეგვიძლია რომ ავიღოთ აი ეს 200 Starlight ფრაგმენტი, რის შემდეგაც, რა თქმა უნდა, ეს Starlight ფრაგმენტები გროვდება, როგორც ხედავთ, მე მაქვს 1220, რის შემდეგაც, რა თქმა უნდა, ამ Starlight ფრაგმენტებს ავიღებთ, გადავალთ შემდეგ shop-ში.
და აი ამ Starlight ფრაგმენტებით შეგვიძლია აი ეს რაღაცეები ვიყიდოთ, როგორც ხედავთ, 3 გვერდი აქვს ამ ყველაფერს და საკმაოდ ბევრი რაღაცა არის, ზოგიერთი მათგანი საკმაოდ ძვირი წყირს. მართალია ამ ყველაფერს დიდი დრო ჭირდება, რადგანაც მხოლოდ 200 გვაძლევს თითო Starlight-ის დროს, მაგრამ ადრე თუ გვიან დაგროვდება და შევძლებთ რომ ან სკინი ვიყიდოთ, ან ნებისმიერი რამე. ერთადერთი რამ, რასაც ესეთ მომენტებში ყურადღება უნდა მივაქციოთ, თუ გსურს რომ ეს სკინი ან ნებისმიერი რამ სამუდამო იყოს, აუცილებლად უნდა მივაქციოთ ყურადღება და წავიკითხოთ მას რა აწერია, თუ სადმე დავინახავთ ფრჩხილებში ჩასმულს ციფრს და შემდეგ days, ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ ეს სკინი ან ნებისმიერი რამ რამოდენიმე დღით გვაქვს და არა სამუდამოდ, ამიტომაც სჯობს რომ მაგისმაგივრად რაიმე სხვა ვიყიდოთ, ან ავიღოთ. პრინციპში სულ ეს იყო ერთადერთი მთავარი რაღაც დაგვრჩა, ეს არის ივენთები, აქ როგორც ხედავთ არის 3 განყოფილება, მესამე განყოფილებაში არის თამაშის სიახლეები, რა განახლებები მოხდა, გმირებზე რაები შეიცვალა და ასე შემდეგ, ყველაფერს აქ შევხედავთ ხოლმე, მაგრამ ეს ჩვენ ამ შემთხვევაში არ გვაინტერესებს. მეორე განყოფილებაში ზოგადი ნიუსებია და ამ შემთხვევაში ჩვენ არც ეს არ გვაინტერესებს. ჩვენ გვაინტერესებს მხოლოდ პირველი განყოფილება ამ შემთხვევაში, რადგანაც სკინებზე ვსაუბრობთ, აქ ხდება ყველა ივენთი, როდესაც თამაში განახლებები მოდის, როგორც ხედავთ გვაძლევს გარკვეულ საჩუქრებს, როდესაც ამ განახლებას გავაკეთებთ, ასევე ეს თამაში მიეკუთვნება იმ კატეგორიის თამაშებს, რომელიც მაქსიმალურად ცდილობს, რომ მისი მომხმარებელი თამაში დატოვოს, რაც შეიძლება დიდხანს. შესაბამისად, აქ ყოველთვის ვხვდებით ხოლმე ისეთ ივენთებს, რომელი ივენთებშიც ასე რომ თქვა, გვიწევს, რომ ყოველდღიურად ვითამაშოთ, რომ გარკვეული საჩუქრები მივიღოთ. როგორც ხედავთ, თუნდაც ამ ივენთს თუ დავაკვირდებით, აქ უკვე ის 5 მთავარი რაც იყო აღებული მაქვს და აი кейსები რომ გავხსენი, ზუსტად მაგ დროს გავხსენი და ერთ-ერთი სკინი დამიგდო. ასევე აქ არის უამრავი სხვა საჩუქრები, რომლებიც აღებად შეგვიძლია და ერთადერთი რამ, რაც ამ ყველაფრის ასაღებად გვჭირდება, არის ის, რომ ყოველდღიურად თამაში შევიდეთ და ასევე ყოველდღიურად რამოდენიმე მატჩი ვითამაშოთ. თუნდაც აი ამ ივენთს თუ შევხედავთ, როგორც ხედავთ, საკმაოდ ბევრი სკინი არის აქ, რომელიც არჩევად შეგვიძლია. რა თქმა უნდა, დროში შეზღუდულები ვართ, აქედან მხოლოდ ერთის აღება შევძლებთ, ფიზიკურად ვერ დავაგროვებთ მეტ აი იმ ქულებს თუ რაც არის, რაც ამას ჭირდება რომ ავიღოთ. როგორც ხედავთ, აქ არის მისიები, login tasks, ეგრეთ წოდებული თამაში ყოველდღიურად შესვლის მისიები, ანუ არ უნდა გამოვტოვოთ არც ერთი დღე და ყოველდღე უნდა შევიდეთ. ასევე არის დღიური მისიები, უნდა შევასრულოთ, როგორც ხედავთ, აქ რამოდენიმე მატჩი, 5 მატჩი უნდა ვითამაშო იმისთვის, რომ ყველა მისია შესრულდეს ყოველდღიურად. მსგავსი ტიპის ივენთები თამაშის სულ არის და ისეთი მოთამაშეები, რომლებიც თამაში ფულს არ ხარჯავენ, ზუსტად ამ მეთოდის ყალობით რჩებიან თამაში, რადგანაც არ სურთ, რომ ის სკინები გამოტოვონ, უნდათ რომ აიღონ, შესაბამისად ყოველდღიურად შედიან თამაში და 5 მატჩი რომ ყოველდღე ითამაშო, დაახლოებით 1 საათი თამაში მაინც ხარ. ხოლო ისეთი მოთამაშეები, რომლებიც თამაში ფულს იხდიან, აი ესეთი ივენთების ყალობით რჩებიან თამაში, რადგანაც ეს ივენთები ხშირად ხდება, როგორც ხედავთ, ამ წუთას Hunter x Hunter-ის ივენთი არის და Hunter x Hunter-ის ივენთი, რა თქმა უნდა, ამ ანიმეს მოყვარულებს თამაში უფრო შემოიყვანს და უფრო განუახლებს, ასე რომ ვთქვათ, თამაშის სურვილს. ასევე მალე იქნება Naruto-s ივენთი, რომელშიც Naruto-s გმირების სკინები იქნება, ამიტომაც, რა თქმა უნდა, ისეთი მოთამაშეები, რომლებიც თამაში ფულს ხარჯავენ, გაუხარდებათ და უფრო მეტ ფულს გადაეხდიან ამ თამაში. არ ვიცი, ვის აინტერესებს, მაგრამ მაინც ვიტყვი ესეთი ივენთები, რა თქმა უნდა, თამაშს თვითონ ადგება, რადგანაც ამით შეულებენ ზუსტად ფულს, რადგანაც ხალხი ფულს იხდის სკინებში, ხოლო ისეთი მოთამაშეებისთვის, რომლებიც თამაში ფულს არ იხდიან, როგორც ახლა მაგალითად მე ვარ, ზუსტად მაგათთვის არის ისეთი ივენთები, სადაც უწევთ, რომ ყოველდღიურად თამაში შევიდენ და რამოდენიმე მატჩი ითამაშონ, რადგანაც თამაშის პოპულარობა დამოკიდებული არის ამ თამაში ონლაინში მყოფ მოთამაშეებზე, ხოლო ამ სტრატეგიით, რა თქმა უნდა, ეს რიცხვები იზრდება. ცოტათი გადავუხვიეთ თემატიკას, სულ ორი რაღაც ამ ჩაასახსნელი და ვფიქრობ ამით მოვრჩები დღეს. პირველი აი ესეთი ტიპის ივენთები არის, სადაც ანუ ერთი რაღაცის არჩევა შეგვიძლია მხოლოდ ყოველდღიური თამაშის შემდეგ სრულდება რაღაცა გარკვეული მისიები და თუ ამას მისიების შესრულების შემდეგ climb-ს დავაწვევით ნებისმიერ რამეზე, ფიზიკურად დანარჩენი რაღაცების აღება აღარ შეგვიძლია. ყოველთვის ვატრიალებთ, სანამ ივენთი დასრულდება და ჩვენთვის სასურველ რაღაცას ივენთის ბოლოსკენ ავიღებთ. მანამდე ვატრიალებთ და ჩვენ შანსებს ვზრდით ამ ივენთიდან ავიღე მე პირადად ჯონსონის სკინი, რადგანაც ჯონსონით ვთამაშობ და ჯონსონის სკინი მინდოდა და კიდევ აი იმ ივენთზე მინდა თქვა, მაგრამ ივენთიდან არ მაქვს კადრები სამწუხაროდ, სკინები რომ გროვდება და ასევე მეგობრებთანაც რომ შეგვიძლია გაზიარება, მანდაც არ ვიცოდი სამწუხაროდ, არ წამიკითხავს. თურმე უნდა აგვერჩია მხოლოდ ერთი ჩესტი, რომელსაც ავიღებდით, elite ჩესტი იყო, ასევე იყო epic სკინების ჩესტი და კიდევ რაღაც, აღარ მახსოვს ზუსტად. როგორც კი დაგროვდა სკინები, მე პირდაპირ elite ჩესტი ავერჩიე, რადგანაც არ წამიკითხავს ეგ ფაქტი, რომ მხოლოდ ერთის აღება შეგვეძლო, რის გამოთაც მეორე ჩესტის აღების უფლება და შანსი დავუკარგე და epic ჩესტი ვერ ავიღე, რომელიდანაც რა თქმა უნდა epic სკინი ამოვიდოდა რომელიმე. მხოლოდ ერთი ივენთი დარჩა, რომელზეც საუბარიც სურს და რომელზეც დარწმუნებული ვარ, რომ ბევრმა თქვენგანმა არ იცის, რომ არის 100%-იანი შანსი იმისა, რომ
დავაგდოთ ერთ-ერთი რაღაც აი ამ სკინებიდან ან ემოცია ან ჩარჩო. როგორც ხედავთ 6 რაღაცა არის აქ, რისი დაგდებაც შეგვიძლია, 5 აქედან არის უსარგებლო რაღაცეები, ასე რომ ვთქვათ, ხოლო მე-6 არის რაღაც იასამნისფერი რუბიკის კუბიკის მსგავსი რაღაც, რომლის დაგდების შემდეგაც, რა თქმა უნდა, გვაძლევს აი ამ ზემოთ ნახსენები რაღაცეებიდან ერთ-ერთს. ამისთვის მხოლოდ ერთადერთი რაც არის საჭირო არის მოთმინების უნარი, ყოველდღიურად უნდა დავატრიალოთ მხოლოდ ერთხელ, რადგანაც ერთი დატრიალების შემდეგ ის ძვირდება, ხოლო შემდეგ დღეს ფასტაკლება გვხდება ისევე, რის გამოთაც ზუსტად ვეტევით იმ მოცემულ თიკეთებში, რაც გვეძლევა როგორც წესი ამ იმაზე, ამის გამო კიდევ შეგვიძლია რომ ეს ყოველთვის დავაგდოთ ხოლმე 100%-ით, მაგრამ როგორც ხედავთ, ამ შემთხვევაში არ გამიმართლა, ემოცია დააგდო, სკინი არ დააგდო, მაგრამ იმის შანსი მაინც არის რომ სკინი დააგდოს და ამ ყველაფერს არ უკარგავთ და ემოციაც რა თქმა უნდა კარგია. ამ ივენტში იმისთვის რომ მაქსიმალური თიკეთები დავაგროვოთ, ორი მისიის შესრულება შეგვიძლია მხოლოდ რადგანაც დანარჩენები დაიმონდების ჩარიცხვა არის, ერთ-ერთი არის აქედან თამაში უბრალოდ შესვლა, ხოლო მეორე შოპში რაიმე ნებისმიერი ყიდვა. იმისთვის რომ ეს მეორე ძალიან მარტივად შევასრულოთ, ერთადერთი რაც უნდა გავაკეთოთ არის ის რომ შევიდეთ შოპში, შემდეგ preparation-ში, შემდეგ ემბლემებში და აქედან ერთ-ერთი ჩესტი ვიყიდოთ უბრალოდ, რაშიც 800 ვხარჯავთ უბრალოდ ფულს და გმირის ყიდვა ანუ 32000-ის დახარჯვა იმისთვის რომ ეს რაღაცა შევასრულოთ არ გვიწევს. სულ ეს იყო დღევანდელი ვიდეო, იმედი მაქვს რამეში მაინც გამოგადგებათ და რაღაცა მაინც იყო ისეთი რაც ამ ვიდეოდან ისწავლეთ. დალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი და გაუზიარეთ მეგობრებს, რადგანაც ეგ ყველაფერი ძალიან დიდ мотивაციას მატებს. მე კიდევ ერთხელ ვიტყვით და რა თქმა უნდა შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.